რითი განსხვავდება დიალოგი მონოლოგისგან? მონოლოგში განზრახვა არ არის, რომ სხვას მოусმინო და გაუგო. მონოლოგის განზრახვა არის მივიტანო ჩემი სიმართლე სხვასთან. და თუ უსმენ სხვას, უსმენ იმისთვის კი არა, რომ მოვისმინო და გავიგო. არამედ უსმენ იმისთვის, რომ ვუპასუხო. ანუ პასუხი გავცე. დიალოგში განზრახვა არის საკუთარი თავის მოსმენა და გაგება და სხვისი მოსმენა და გაგება. სულ სხვა განზრახვაა. ჩვენ განზრახვაზე ფიქრი არ ვიცით. არ ვუფიქრდებით, სანამ კომუნიკაციაში შევალთ, რა განზრახვით შევდივარ ამ კომუნიკაციაში. რა განზრახვა მაქვს? მინდა რომ მოვისმინო და გავუგო, გავითვალისწინებ არ გავითვალისწინებ სხვა არის, თუ მინდა უბრალოდ ჩემი სიმართლე მივიტანო სხვამდე. ამითი განსხვავდება მონოლოგი და დიალოგი ერთმანეთისკენ. ამითი განსხვავდება მონოლოგი და დიალოგი ერთმანეთისგან. და შენ უფრო ხშირად რას იყენებ? დიალოგს თუ მონოლოგს?